თვითმმართველობის კოდექსი, ადგილობრივი არჩევნები და ევროინტეგრაცია ის ძირითადი საკითხებია, რომლებზეც საქართველოს პარლამენტი საგაზაფხულო სესიის განმავლობაში იმუშავებს. დავით უსუფაშვილის განცხადებით, დემოკრატიის რეალურ გამოცდას ხელისუფლება მაისში ჩააბარებს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, თვითმმართველობის რეფორმაზე მუშაობა საგაზაფხულო სესიის განმავლობაშიც გაგრძელდება. ერთ-ერთი მთავარი საკითხი ქვეყნისთვის ევროინტეგრაციისკენ მიმავალი გზაა და საქართველოს პარლამენტი ამ შეუქცევადი პროცესის უზრუნველსაყოფად ძალისხმევას არ დაიშურებს, განაცხადა უსუფაშვილმა. საკენგარზე ნამდვილად არ მიფიქრია. თვითმმართველობის რეფორმისთვის სამართლებრივი ბაზის მომზადება გადამწყვეტ ეტაპზე გადავიდა. ჩვენი გეგმით თებერვლის შუარიცხვებისთვის კოდექსზე მუშაობა იქნება დასრულებული და იგი გადაეცემა პრეზიდენტს ხელმოსაწერად. ყველას გვესმის, რომ თვითმმართველობის არჩევნები იქნება უფრო საპასუხისმგებლო სტანდარტების დაცვის თვალსაზრისით, საორგანიზაციო სამუშაოების ჩატარების თვალსაზრისით, ვიდრე იყო საპრეზიდენტო არჩევნები. ასოცირების ხელშეკრულებას საქართველოს ხელი უნდა მოაწეროს რაიმე სერიოზული გართულებების გარეშე. არადა გართულებებისგან ჯერ დაზღვეული არ ვართ. ამიტომ ჩვენ ვაცხადებთ, მე პირადად ვაცხადებ, რომ ყველა სხვა საკითხი, ყველა სხვა პოლიტიკური ინტერესი თუ ყველა სხვა თემის მნიშვნელობა განპირობებული იქნება აი ამ კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში. პარლამენტის თავმჯდომარე დღევანდელ შეხვედრაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის დაკომპლექტების საკითხსაც შეეხო. დავით უსუფაშვილის სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ კანონით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა, თუმცა მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტება ვერ მოხერხდა. სწორედ ამიტომ მას უახლოეს დღეებში ახალი კონკურსის გამოცხადება მოუწევს. ვინმე დანიშნოს? ან იგივე კომისია. იმ 5-დან ვინმეს ყველა პროცესი ჩატარდა კანონით დადგენილ ვადებში, ყველა სუბიექტს ჰქონდა კანონით მინიჭებული უფლებები და ვალდებულებები, მაგრამ თავად კანონშივე იყო ის მექანიზმი, რომ თუ ვერ მოხერხდა ვაკანტურ თანამდებობებზე საბჭოს წევრთა არჩევა, მაშინ ცხადდება ახალი კონკურსი.